მოგესალმებით ჩვენს მაყურებლებს, მსმენელებს. შვიდობას, წყალობას გისურვებთ და ღვთის ერთობას ღმერთთან და ღმერთის ნებასთან თითოეულ ჩვენგანს. ეხლა დღეს მე და ბატონმა დავითმა გადავწყვიტეთ ვისაუბროთ ესეთ პრობლემურ საკითხზე, როგორც ბატონი დავითი ფიქრობს და ამბობს, მას მრავალი ადამიანი ამის შესახებ ეკითხება, უნდათ ამაზე ჩვენი პოზიციის კი არა, უბრალოდ ჭეშმარიტების ჩვენ პოზიციებს ავსაუბრობთ. იქიდან გამომდინარე რა სწავლებაცაა, აი მისი მოსმენა და გაგება უნდათ ჩვენგან და ამიტომ გადავწყვეტე და შევარჩიეთ ეს თემა სასაუბრო დღეს. ეს არის გარდაცვალება, სიკვდილის ფენომენი ზოგადად მართლმადიდებელ ღვთისმეტყველებაში ღრმად არის განხილული, შესწავლილი, გაცნობიერებული და ადამიანებს უჭირთ მისი გააზრება და დატევა ხშირად. და მრავალი ნაკლებად მცირედ მორწმუნე ადამიანებისთვის ეს აღიქმება როგორც დიდი ტრაგედია, ყოველივე ეს დასასრული და ეს არის ძალიან ცუდი რამე თუ მართლმადიდებლისთვის ფანჯარა და კარია, სიკვდილი, გარდაცვალება, მარადიული ცხოვრებისა და ყოველი წამი და წუთი ჩვენი ცხოვრებისა არის მზადება სიკვდილისათვის. ჩვენ ამისთვის ცხოვრობთ, რომ მოვკვდეთ მიწაზე და დავიბადოთ ახალ ზეციურ მარადიულ სასუფეველში და ღმერთმა თითოეულ ჩვენგანს ეს მოგვანიჭოს. აი ამ თემაზე გვინდა ვისაუბროთ დღეს ჩვენ და ეხლა პირველ რიგში ვაპირებთ მოვიხილოთ საკითხი ცხოველებიდან გამომდინარე, რამე თუ ისინიც მოიხსენებათ ჩვეულებრივად ცოცხალი არსებები არიან, სამშვენივრით ისინი ცოცხლობენ, წყვილქმედებენ, აქედან გამომდინარე მე შედარებებსაც მოვიყვანთ და ბოლოს თანმიმდევრულად რა დროც გვექნება დღეს ჩვენი საეთერო დრო, რასაც მოგცემს საშუალებას სხვა დანარჩენ საკითხებსაც შევეხებით და თუ ამ გადაცემაში ამას ვერ მოვასწრებთ, მომდევნო გადაცემებში მე კვლავ განვავრცობთ იგივე თემას. თავიდან ეს ამ საკითხით დავიწყებთ რა. პირველ რიგში რა უნდა ვთქვა ჩვენ გქონდა წინა გადაცემა, სადაც ჩვენ ვისაუბრეთ ხელოვნურ ინტელექტზე. და ვთქვით, რომ ხელოვნურ ინტელექტს უკვე დღეს სიკვდილი როგორც ფაქტი გააზრებული აქვს. მეტიც ხელოვნურ ინტელექტს გააზრებული აქვს, ანუ ესმის ის, რომ სიკვდილი ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის ამ ქვეყნიური სიკვდილი არა მარტო არსებობს, შეუქცევადი მოვლენა. ანუ ხელოვნურმა ინტელექტმა იცის ნებისმიერი ცოცხალი არსება, რომელიც დაიბადება, მოევლინება ამ ჩვენ სამყაროს, ის აუცილებლად როდესღაც მოკვდება. ეს იცის და გაცნობიერებულია ხელოვნურ ინტელექტს. იბადება შეკითხვა, რომელზეც მეცნიერება მრავალი 10 წლეულებია მუშაობს და რელიგია 1000 წლეულები. მარტივი კითხვაა, ცხოველს პირველი ესმის თუ არა სიკვდილი და მეორე ესმის თუ არა რომ სიკვდილი აუცილებლად დადგება. იმიტომ რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ჩვენ. ჩვენ მაგალითად დღეს მეცნიერება ძალიან კაფიო პასუხს გვაძლევს. მეცნიერება ამბობს, გარკვეული სახის ცხოველურ სამყაროს, გარკვეული სახის ცხოველებს, სახეობის ცხოველებს, არა მარტო, ჯერ ეს ერთი დავიწყოთ იმას, რომ ზღვის ცხოველებზეცაა ლაპარაკი. თევზებს ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ მაგალითად დელფინები ან ვეშაპები, ან ეგრეთ წოდებული კვლელი ვეშაპი, კასატკები, ესენი ძუძუმწოვრები არიან, მაგრამ პირობითად თევზთა სამყაროს მე ვაკუთვნო, დელფინებს მაგალითად და კასატკებს დანამდვილებით ძალუც იმის აღქმა, რომ სიკვდილი მოხდა, ანუ სიკვდილის ფაქტის აღქმა შეუძლიათ. სიკვდილის ფაქტს აღიქვავს ასევე მაგალითად სპილო ცხოველური სამყაროდან, არა მარტო სპილო, მაგალითად ორანგუტანგი ან გორილა, მგლები სხვათა შორის აღიქვამენ სიკვდილის ფაქტს და ფრინველებში აი ცხადი მაგალითი არის გედები, რომლებსაც შეუძლიათ სიკვდილის ფაქტის აღთქმა. ანუ ცხოველთა სამყაროს სიკვდილის ფაქტის აღთქმა შეუძლია. რას ნიშნავს სიკვდილის ფაქტის აღთქმა? ეს სიტყვები რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ როდესაც მაგალითად სპილო კვდება, სხვა სპილოები ხვდებიან იმას, რომ ეს სპილო მოკვდა. ისევე როგორც როცა დელფინი კვდება, სხვა დელფინები ხვდებიან, რომ დელფინი მოკვდა. ისევე როგორც გედი კვდება და სხვა გედები ხვდებიან, რომ გედი მოკვდა. ანუ აი იმას, რომ მოკვდა, მგლები სხვათა შორის მოკვდა მგელი და სხვა მგლები ხვდებიან, რომ ეს მგელი მოკვდა. ანუ ეს ნიშნავს სიკვდილის ფაქტის
აღთქმა ძალუც მათ. მეორე შეკითხვაა, ეს მის თუ არა ცხოველს, რომ იგი აუცილებლად როდესღაც მოკვდება. ეს არის ყველაზე მთავარი კითხვა, რომელიც მეცნიერებისთვის არის საინტერესო. ეს მის თუ არა ცხოველს და შეუძლია თუ არა საერთოდ მან გაიაზროს ის, რომ იგი როდესმე მოკვდება. ამ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს ჩვენ მეცნიერებას, არა აქვს იმის მტკიცებულება, რომ ცხოველს ძალუც გააზრება, რომ ის აუცილებლად მოკვდება. პირიქით, ძალიან ხშირია ის მოსაზრება, არა მარტო მეცნიერებაში, რელიგიურ წყაროებშიც, რომ ცხოველს არ ძალუც იმის გააზრება, რომ ის როდესმე მოკვდება. თუმცა ეს არ არის დამტკიცებული არც, ასე ვთქვათ, აქეთ და არც იქით. შემდეგი თემა იქნება, თუ ცხოველი გაიაზრებს, რომ ის მოკვდება, მაშინ რაღა განსხვავება იქნება მას და ადამიანს შორის და განსხვავება მაინც იქნება. ჩვენ ამაზეც ვისაუბრებთ. თავარი განსხვავება მარტივია. ყველა გადაცემაში ჩვენ ხას უსვამთ. ადამიანის ყველაზე მთავარი თვისება, რისთვისაც ის მოწოდებული არის, ეს არის ღმერთს მიწებება, ღმერთთან შეწებება. და რა არის ღმერთთან შეწებება? ეს არის როდესაც, აი ათონელი მამები ამბობენ, ქრისტე შემოდის გულშიო. რა არის ღმერთთან შეწებება? ღმერთთან შეწებების ყველაზე მაღალი ალბათ, ან ყველაზე ისეთი ნათელი მაგალითებია, როცა ადამიანს ძალუც ღმერთთან საუბარი, წმინდანებთან და ანგელოზებთან საუბარი, ანუ აქვს ხილვები. ხშირია ესეთი საუბარი, რომ აი აქვს რო ადამიანს ხილვები, დღეს უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ, ამ ძალიან ბევრს აქვს ხილვები, განსაკუთრებით ბერებს, სამღვდელოებს, განსაკუთრებით თქვათ ათონისტაზე. ადამიანის თავარი ფუნქცია არის ღმერთთან შეწებება და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ აი ცხოველს არ შეუძლია ღმერთ შეეწებოს. ეს არის, ვისაც სული არ აქვს, ღმერთს ვერ შეეწებება. ვერ შეეწებება ღმერთს ხელოვნური ინტელექტი, ვერ შეეწებება ღმერთს ცხოველი. ჯერ ახლა მე მინდა მაინც ერთი ვიდეო ვნახოთ, რომელიც ეხება სპილოებს, სხვა შორის სპილოები განსაკუთრებული მეცნიერების დაკვირვების განსაკუთრებულ სფეროს წარმოადგენს, ეს მაღალ ინტელექტუალური ცხოველები არიან და ისინი ამჟღავნებენ აი, ვერ ვიტყვი დასაფლავების რიტუალს, მაგრამ აი დამშვიდობების რიტუალის მსგავსი რიტუალი გააჩნიათ მათ და არა მარტო დამშვიდობების მსგავსი რიტუალი. ასევე მათ გააჩნიათ აი მე ვიტყოდი ჩვენ ვიხსენებთ მიცვალებულოს ლოცვაში და მათაც აი რაღაცა ლოცვის არ არის ლაპარაკი. რიტუალი აქვს აი რაღაცა გახსენების. ნახავთ ვიდეოს და იქიდან გამოჩნდება ეს, თუ არის მზად ოპერატორები, არ ვიცი ხა მზად არიან თუ არა, ვთხოვ რომ სპილოებთან დაკავშირებით გაუშვან. მეცნიერებამ დღეს ცალსახად დაადასტურა, რომ ზოგიერთი სახეობის თევზები, ცხოველები და ფრინველები აცნობიერებენ სიკვდილის ფაქტს, მაგალითად დელფინები, სპილოები, გედები. საინტერესოა, რომ სპილოები ზოგჯერ ასრულებენ დასაფლავების ან დამშვიდობების მსგავს რიტუალს, განსაკუთრებით, როდესაც სპლიყვი უკვდება დედას. ვიდეოზე ვხედავთ მკვდარ სპლიყვს, ანუ სპილოს ნაშიერს. სპილოები ხვდებიან, რომ სპლიყვი მოკვდა, დედას გადააქვს იგი სხვა ადგილას. შემდეგ ვიდეოზე ვხედავთ მკვდარ სპილოს, რომელსაც სხვა სპილოები გარს არტყიან და დამშვიდობების მსგავს რიტუალს ასრულებენ. ბუნებრივია, სპილოს ცხედარს ჭამენ ლეშის მჭამელი ცხოველები და ფრინველები, მაგრამ საინტერესოა, რომ როდესაც სპილოები მობრუნდებიან და ძვლებს ხედავენ, ისინი ხორთუმით ეფერებიან ძვლებს და ფოთლებს აფარებენ, რაც მოგვაგონებს გახსენების რიტუალს. აი ძალიან საინტერესო ვიდეო ვნახეთ ჩვენ, ამ ვიდეოზე ჩვენ ვნახეთ, მე უბრალოდ განვმეორდები, მაგრამ მიმაჩნია რომ საინტერესოა. ჩვენ ვხედავთ სპლიყვი, ესე იგი ეს არის სპილოს ნაშიერი, კვდება და ჯერ სპილოები გარშემოდგანან, მერე დედა სადღაც გადააქვს. მეორე ვიდეო ვნახეთ, სადაც კვდარია სპილო და გარშემო არტყიან, კარგახანია სპილოები. და რაღაცა ისეთი რიტუალია ეს. არის ვიდეოები ჩვენ ახლა ვერ მოვახერხეთ სწრაფად რომ მოგვეძია, მაგრამ სადაც უბრალოდ ხორთუმებს კი არ ადებენ, ფოთლებსაც აფარებენ, აი ესეთი ვიდეოებიც არის, Discovery-ზე არის ესეთი ვიდეოები. ანუ რაღაცა ისეთი რიტუალი აქვს, რომ თითქოს ემშვიდობებიან, ვერ ვიტყვი ასაფლავებენ, მაგრამ ეშვიდობებიან. სიმართლე პატივის მიგების ერთგვარი რაღაც ფორმაა, ხო, ვითომ პატივს მიაგებენ მიცვალებენ. ეფერებიან და ფოთლებს აფარებენ.
ყველა საინტერესო ისაა, რომ ცხედარი რჩება ცხადია, იხსნება და ლეშის ჭამელი ცხოველები ვინ არიან ესენი? გიენები არიან, ორბი არის ესეთი აფრიკული ორბი, ოღონდ აფრიკული, რომელიც ლეშს ჭამს, ასევე კონდორი, რა ვიცი, ამერიკაში კონდორი. სხვა ფრინველებია ლეშის ჭამელი და ცხოველებიც, გიანა ყველა ცნობილი მაგალითია, რომლებიც მე ჭამენ ამ სხეულს, ხო? და ძვლები რჩება. და საინტერესო რა არის, რომ ყოველთვის როცა სპილოები იმ გზაზე გამოივლიან და ამ ძვლებს დაინახავენ, ყოველთვის მიდიან და ხორთუმით ამ ძვლებს, ხორთუმს ადებენ, თითქოს ეფერებიან. როგორც ჩვენ რო საფლავზე გავივლით, რაღაცა შტაბიშტილება იქნება. ანუ რაღაცა იცი რა, თითქოს ახსენდებათ, იხსენებენ, ძვალს ეფერება ხორთუმით, ანუ რაღაც გახსენების რიტუალს მოგვაგონებს ეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სპილოს უდაოდ ძალუც იმ ფაქტის აღქმა, რომ მოკვდა, მეორე სპილო იქნება ეს თუ სპლიხვი იქნება, ანუ სპილოს ნაშიერი და გახსენებაც კი ძალუც, ანუ ახსოვს ის მკვდარი, ახსოვს. მიუხედავად ამისა, ეს არადასტურებს იმას, რომ სპილოს ესმის, რომ ის აუცილებლად როდესმე მოკვდება. რატომ ეს მნიშვნელოვანი? სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც იმ დროს, როცა ჩვენ ვარკვევთ, ჩვენ გქონდა გადაცემა სიყვარულზე, კიდე გვექნება აუცილებლად ძალიან დეტალური გადაცემა, იმიტომ რომ დაახლოებით 18 სახეობას განვიხილავთ სიყვარულის, მაგრამ ერთ-ერთ გადაცემაში მე ვთქვი, რომ როდესაც დედა რაღაცა რთულ ვითარებაში, ზოგჯერ საომარ ვითარებაში, ზოგჯერ რაღაცა ხანძარია, დედა გადაარჩენ შვილს, ადამიანზეა საუბარი და კვდება შვილის გამო. ეს სხვა სიყვარულის გამოვლენა, იმიტომ რომ ადამიანს ესმის, რომ ის კვდება. დედა თავს წირავს შვილისთვის გააზრებულად. ასევე საომარ ვითარებაში ხშირია, როცა ერთი ჯარისკაცი გმირი წირავს თავს სხვა ბევრი ჯარისკაცებისთვის ან აუცილებლად არა ჯარისკაცებისთვის შეიძლება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ქრისტე ამბობს, რომ არ არსებობს სიყვარული იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე თავის გაწირვა. სულითვისი დადვას მეგობართათვის, ანუ ეს გააზრებული უმაღლესი გამოვლენა ეს გააზრებული სიყვარულია. რატომაა გააზრებული? იმიტომ რომ ადამიანს ესმის, რომ ის აუცილებლად მოკვდება, მაგრამ ცხოველი, თქვა ძაღლი კვდება პატრონისთვის. შეიძლება რაღაცა ბრძოლა მოხდეს. ხშირი სხვა შორის ომის დროსაც ძაღლები კვდებოდნენ პატრონებისთვის, ცნობილია ესა. შეიძლება სხვა რაღაც ვითარებაში ცხოველმა, თქვა ძაღლმა გაწიროს პატრონისთვის თავი, მაგრამ აქ იბადება კითხვა, აცნობიერებს კი ძაღლი, რომ ის აუცილებლად მოკვდება. კი, სიყვარული აქვს პატრონის, მაგრამ ეს სხვანაირი სიყვარულია. ეს არა ის სიყვარული, იმიტომ რომ ძაღლები ნამდვილად ვიცით, ჩვენ მეცნიერებამ იცის, რომ დღეს ძაღლები დღევანდელი განვითარების დონეზე ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ისინი აუცილებლად მოკვდებიან. ამიტომ ძაღლისთან გვაწირო, თავგანწირვა სხვანაირი სიყვარულის გამოხატვა, მას არა გაცნობიერებული, რომ ის მოკვდება უეჭველი. ეს ერთი. ამავე თვალსაზრისით ჩვენ ხედავთ აი ცხოველებში, როდესაც თქვათ ლომი ესხმის დაუშვათ ანტილოპებს და დედა ტოვებს თავის ნაშიერს. ის კი იცავს ბოლომდე, მაგრამ ეს ან ზოგჯერ არ ტოვებს და შეიძლება შეაკვდეს იმ ლომს. ეს არ ნიშნავს, რომ გაცნობიერებული აქვს, რომ აუცილებლად მოკვდება ის. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი. ასე რომ დღეს ეს თემაა, მაგრამ აქვე იბადება კითხვა, შეიძლება თუ არა ცხოველები განვითარდნენ და რომ ვითარდებიან ცხოველები, ამას ჩვენ ვხედავთ. კიდევ ერთი საკითხია, რომელსაც არავინ თითქმის ყურადღებას არ აქცევს, ამას ქვია ცხოველების სოციალიზაცია. მაგალითად, აი კანადა ამ კუთხით ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ კანადაში ძალიან ბევრი პუმაა. პუმა ლომების ოჯახს ეკუთვნის, მთის ლომს უწოდებენ და ეს პუმები დიდი ხანია ჩამოვიდნენ მთებიდან და ქალაქების ირგვლივ სახდებიან. ასევე სხვა შორის დათვებიც, ამერიკაშიც, კანადაშიც და რუსეთშიც. რომლებიც შემდეგ არა მარტო სანაგვე ყუთებთან მიდიან და იქ ბევრ საკვებს პოულობენ, ესე ვთქვათ, შრომის გარეშე. პუმები მაგალითად შინაურ ძაღლებსა და კატებზე ნადირობენ, რაც ადვილია ძალიან მათთვის ნადირობისთვის. და ნელ-ნელა შემოდიან ადამიანებთან კონტაქტში. ანუ სოციალიზაცია ხდება და ჭკვიანდებიან. ცალსახად ჩვენ ვხედავთ, რომ ცხოველები ჭკვიანდებიან. ჩვენს ეთერში იყო, ჩვენ გაჩვენეთ თქვენ ვიდეო კადრი, სადაც მაიმუნი ლაპარაკობდა ჟესტებით
და 3000-მდე ჟესტი ისწავლა, თუ არ ვთქვი 3200, ეს უზარმაზარი ციფრია და ფაქტიურად კონტაქტობდა და ლაპარაკობდა, ჩვენ გაჩვენეთ თქვენ თუთიყუში, რომელიც გააზრებულად ლაპარაკობს და პირდაპირ არჩევს გეომეტრიულ ფორმებს, ფიგურებს, ითვლის, მერე იღლება და ამბობს, რომ დავიღალე და გალიაში მიმიყვანეთ. ამგვარად ცხოველები რომ ჭკვიანდებიან, ეს ფაქტია. ამიტომ იბადება მეცნიერებაში შეკითხვა და რელიგიაში. შეიძლება კი დაჭკვიანდეს ცხოველი იმ დონეზე, რომ გააცნობიეროს, რომ ის როდესმე აუცილებლად მოკვდება. ჩვენ ამას არ გამოურიცხავთ, შესაძლოა დღეს ამას ვერ აცნობიერებენ და ეს არის განსხვავება. იყო დრო, როცა ჩვენ ფიქრობდით, რომ თავარი განსხვავება არის მეტყველება, მაგრამ ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ დელფინები მეტყველებენ. ანუ არ არის ცხოველი დღეს უკვე ისეთი, რომ საერთოდ არ მეტყველებს. გარკვეული სახეობები დელფინები მეტყველებენ, თუთიყუშები მეტყველებენ, გორილები ჟესტებით მეტყველებენ. ახლა მეორე საკითხია, შეუძლია თუ არა გააცნობიერონ სიკვდილი. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება დაჭკვიანდეს იმ დონეზე ცხოველი, რომ თუნდაც ადამიანის დახმარებით გააცნობიეროს ბოლო-ბოლო რაღაცა გზით გავაგებინოთ, რომ ის როდესმე აუცილებლად მოკვდება, მაგრამ ნიშნავს კი ეს იმას, რომ ამის მერე ცხოველი ესე ვთქვათ გაადამიანურდება და ადამიანი გახდება. არ ნიშნავს. იმიტომ რომ ვიმეორებ, თავარი რაც არის ადამიანობაში, ეს არის ღმერთთან მიწებება. ჩვენ დღეს ამასაც დაუთმობთ თავის ადგილს და დროს და მეტიც ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, რომ აი კარგად დავიმახსოვროთ ყველამ, რომ პიროვნება რელიგიური მართლმადიდებლური კუთხით პიროვნება და არა მარტო მართლმადიდებლური, ისლამიც, იუდაიზმიც პიროვნება იყო, პიროვნება ნიშნავს შეეწებო ღმერთს. რაც მეტად ხარ შეწებებული ღმერთს, მით უფრო მეტი გნებავთ დიდი, გნებავთ განვითარებული, რა სიტყვაც გინდა იხმარეთ, მით უფრო მეტი პიროვნება ხარ. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთადერთი არსება, აი რაც ჩვენ წინა გადაცემებში რაზეც ვქონდა საუბარი, რომ ერთადერთი არსება, რომელმაც ღმერთმა თავის ხატად შექმნა, როგორც წმინდა წერილში არის ადამიანი და უფლის ხატება, ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ მარადილად ემსგავსოს ღმერთს, განიღმრთოს, ანუ მოხდეს თეოზისი ღმერთთან. ადამიანი და არა მარტო ანგელოზებიც. ანგელოზებიც, რომლებიც ასევე ღმერთს ეწებებიან, ოღონდ მათ სხეულები არ აქვთ, ისინი მხოლოდ სული არიან, სულნი არიან და ისინიც იზრდებიან, განხთოება ხდება, თუმცა ითვლება, რომ ადამიანი უფრო სრულყოფილი არსებაა, ვიდრე ანგელოზი, ღვთის ჩანაფიქრია ასეთი. ამგვარად შეუძლია თუ არა განმხრთოვდეს ცხოველს. განმხრთოვება შეუძლებელია შეწებების გარეშე და ცხოველს არ შეუძლია. ახლა მე მინდა წინ წავიწიო ცოტათი. ანუ ჩვენ ვთქვით, დღეს ჩვენ არ გვაქვს ფაქტები, რომ ცხოველი აცნობიერებდეს, რომ ის აუცილებლად მოკვდება. ფაქტს სიკვდილის აცნობიერებს, რომ მოკვდება ვერა. ეს არ ვიცით უბრალოდ. მაგრამ როც გააცნობიეროს, ეს არ ნიშნავს, რომ ის გაადამიანურდება. ის რომ ცხოველს შეუძლია აზრისთან მიმოცვლა, ჟესტებით საუბარი, ის რომ მას აქ ჭკუა და ჩვენ ვნახეთ წინა ვიდეოებში, ჩვენს წინა გადაცემებში, როდესაც მათემატიკურ ამოცანებს ყვეტენ ცხოველები, ეს არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია გადაადამიანურდეს და ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერი ეს გააზრებულიც არის და მათემატიკურ ამოცანებსაც ყვიტავს და წყვეტს და ფილოსოფიურ თემებზეც საუბრობს, მაგრამ მასაც არ ძალუძს ღმერთთან შეწებება. ეხლა იბადება შეკითხვა, მუდმივად ტრიალებს ეს შეკითხვა და ჩვენი გადაცემების შედეგად გვეკითხებიან აი სული. ჩვენ უკვე ვთქვით, ჩვენ გვაქვს სხეული, ცხოველსაც აქვს სხეული, ჩვენ გვაქვს სამშვენიველი, ცხოველსაც აქვს სამშვენიველი, მაგრამ ჩვენ გვაქვს სული, რომელიც ცხოველს არ აქვს. ერთ-ერთ წინა გადაცემაში ჩვენ ფოტო ვანახეთ სულის, ეხლა გვინდა ვიდეო გაჩვენოთ რამდენიმე, რომელიც სხვა შორის თავისუფალ ინტერნეტში მოიძიება ესეთი ვიდეოები, სადაც აი დაფიქსირებულია სპეციალური კამერის მეშვეობით სულის სხეულისგან მოწყვეტის მომენტი. და ის არის საინტერესო, თუ მზად არის ეს ვიდეო, თხოვ ოპერატორებს გვაჩვენ, ძალიან მოკლე ვიდეოა, მაგრამ დავინახავთ ამ საკითხსაც. თუ არის, აი? ამ კადრებზე ჩვენ ხედავთ, როგორ სული შორდება სხეულს.
დავბრუნდით ჩვენ ეთერში, ესე იგი ჩვენ ვნახეთ 3 ფრაგმენტი, სადაც ჩანს აი სული როგორ შორდება სხეულს. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს ვიდეო მონტაჟია. მე არ შემიძლია ახლა აქ ვიკამათო ვიდეო მონტაჟია თუ არ არის ვიდეო მონტაჟი, ეს კადრები ინტერნეტში თავისუფლად მოიძიება, სხვა რამის თქმა მინდა, წინა გადაცემაში თუ ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომ ივერი ფრანგიშვილი გახდათ გამოჩენილი ქართველი მეცნიერი. ჩემზე ბევრად უფროსი იყო, მაგრამ მეგობრობდით ჩვენ და მისი შვილი არჩილ ფრანგიშვილი ასევე აკადემიკოსია მისი შვილიც, ნუ მამაც ცხადი აკადემიკოსი იყო. აი მე და არჩილი მეგობრობთ. ივერი ფრანგიშვილი ერთ-ერთი პირველი, ალბათ შეიძლება პირველი საერთოდ საბჭოთა კავშირში ნამდვილად და სოციალისტური ქვეყნების ბლოკში ნამდვილად პირველი მეცნიერი იყო, შეიძლება მსოფლიოშიც, ვინც ხელმძღვანელობდა, სხვა შორის არ გაგიკვირდეთ საბჭოთა დროს, იყო საიდუმლო ლაბორატორია, რომელიც აი ამ მოვლენების შესწავლაზე მუშაობდა და მისმა ლაბორატორიამ პირველმა დააფიქსირა სულის არსებობა. ანალოგიური მაშინ კონკურენცია იყო ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მიდიოდა ანალოგიური სამუშაოები, მათმაც დააფიქსირეს, მაგრამ ბატონი ივერის ლაბორატორია პირველი იყო მსოფლიოში, მე მგონი, ვინც ეს გააკეთა. და მე ვიცი დანამდვილებით მისგან ეს ყველაფერი, ასე რომ ეს ნამდვილად ასეა. ახლა იბადება შეკითხვა არის თუ არა ჩვენ ახლა უცებ კითხვებს დავსვავთ და მე გავცემთ პასუხებს, რატო ვსვავთ ამ კითხვებს? აი მთელი ამ გადაცემების განმავლობაში მოგდიოდა კითხვები ამ სულზე, ტერმინებია მთელი გამოყენებული, ესე იგი რომ რა ზოგი თulis რომ არ არსებობს 64 და არ არსებობს ჯოჯოხეთი, ზოგი თulis რომ რაღაცა პარალელური სამყარო არსებობს, ზოგი ამბობს რომ სხვა განზომილებაშია სამყარო, ყველა ამ ტერმინებზე გვინდა ჩვენ ახლა ასევე შევჩერდეთ, ზოგი ამბობს რომ არანაირი ეშმაკი არ არსებობს და დემონები არ არსებობენ, ზოგი თulis რომ მათ აქვთ ჩლიქები ან არა აქვთ ჩლიქები და ასე შემდეგ. და ყველა ამ კითხვაზე ჩვენ ახლა ვისაუბრებთ და გაგცემთ დღეს მოვასწრებთ პასუხის გაცემას. ერთ ვიდეოსაც გაჩვენებთ ახლა, რა ვიდეოა ეს, ჯერ მინდა განმარტო. აქ არის ვიდეო, სადაც რეალური, ნამდვილი, ყოველგვარი გაყალბების გარეშე ეს მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოხდა ერთ-ერთმა ექიმმა გადაიღო კადრები იმ ადამიანის, რომელიც შეპყრობილი ყავს ერთ-ერთ დემონს და მეტიც ეს ადამიანი, ეს დემონი წევს ამ ადამიანს ხაერში. შემდეგ ამ კადრების საფუძველზე იმდენად გახმაურებული იყო ეს მოვლენა, ძალიან დიდი მსჯელობა იყო სამეცნიერო საზოგადოებაში და ამის მერე მხატვრული ფილმიც გადაიღეს და მილა იოვოვიჩი ცნობილი მსახიობია, ის მონაწილეობდა ამ მხატვრულ ფილმში, ოღონდ ეს არის მხატვრული ფილმი, რომელშიც აი ეს ვიდეო კადრები, ორიგინალი, ამ ექიმის მიერ გადაღებული შიგნით ჩააქსოვეს თვითონ ამ ფილმში. და ჩვენ აი ამ ფილმის ის ფრაგმენტი ამოვჭერით, სადაც ეს კადრები არის ჩაქსოვილი. და ეხლა გთავაზობთ ამას და აი მე უკვე ვიმსჯელებთ და დაინახავთ თქვენ ესე იგი ადამიანს, რომელიც რეალურად არის შეპყრობილი დემონის მიერ. თუ მზად არის, გთხოვთ რომ ეს კადრიც გავუშვათ. Представьтесь, пожалуйста. Доктор Эбигейл Эмили Тайлер. Скотт. Эбби Тайлер. Ответь. Нет нужды молиться. Я здесь. Закончить исследование. Это вербализованная запись шумерского языка. ესე იგი ჩვენ ვნახეთ აი ამ ფილმში ჩაქსოვილი ორიგინალი კადრები. ნუ ებიგეილ ქალბატონი ებიგეილ ტეილერი იყო ეს ექიმი, რომელმაც ეს ყველაფერი გამოიკვლია. მე სხვა მეცნიერებს მიმართა აღმოჩნდა, რომ შეპყრობილი ადამიანი შუმერულ ენაზე საუბრობდა. ეხლა წარმოგიდგენიათ, შუმერები ყველაზე ძველი ცივილიზაცია შუამდინარეთში, მესოპოტამიაში, რომელიც აღარ არსებობს პრაქტიკულად, ხო? სხვა შორის არსებობს ვერსიები, რომ ჩვენ ქართველები ვართ შუმერების გარკვეულწილად შთამომავლებიც. ასეთი მოსაზრებებიც არის, ნამდვილად გარკვეული გენი ჩვენში არის შუმერული და ეს ადამიანი შეპყრობილი შუმერულად საუბრობს.
ნუ თვითონ ფილმში და თვითონ ამ ექიმს და სხვა მეცნიერებს ზოგი თვლიდა რომ ეს უცხო პლანეტელების ჩარევა, ზოგი კიდე სხვა რაღაცას, მაგრამ აქ ცალსახაა რომ ადამიანი დემონის მიერაა შეპყრობილი და ცალსახად ვხედავთ კადრს, რომელშიც ის ჰაერში არის გამოკიდებული და ეს არაა სხვა შორის ერთი ვიდეო, არსებობს უამრავი ასეთი ვიდეოები, სადაც ნამდვილი არანაირი გაყალბება არ ხდება ამ ვიდეოებში და ჩვენ ვხედავთ რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რელიგიურ სწავლებას იმის თაობაზე, რომ რა თქმა უნდა არსებობენ როგორც ღვთისანგელოზები, ასევე დაცემული ანგელოზები. და ჩვენ კვლავ ეხა უბრუნდებით აი ამ საკითხებს და დარჩენილ დროში უფრო დეტალურად ამაზე ვისაუბრებთ. და შევეცდებით ყველა შეკითხვას გავცეთ პასუხი. შეკითხვა ნომერი პირველი, რაც ისმოდა, რომ არსებობს თუ არ არსებობს საიქიო. ანუ სამყარო, სადაც არის ჯოჯოხეთი, სადაც არის სამოთხე, ნამდვილად არსებობს. პირველ კითხვას ვაძლევთ პასუხს. და აქ იყო საუბარი, რომ სად არის იგი? პარალელური სამყარო, სხვა განზომილება, რას ნიშნავს სიტყვა პარალელური სამყარო? ეს ხო პირობითი ცნებებია ყველაფერი. გინდა პარალელური დავარქვათ, პარალელური რას ნიშნავს? რომ არსებობს ერთი სამყარო და არის მის ამავდროულად, პარალელური ამას ნიშნავს, ამავდროულად არსებობს სხვა სამყარო. ნამდვილად ესეა. არსებობს ანგელოზთა სამყარო და ამავდროულად, ანუ მის პარალელურად არსებობს ჩვენი სამყარო, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ასე რომ ტერმინი პარალელური სამყარო ფიზიკოსები ხმარობენ, არ ვიცი რამდენად ღირს ამ ტერმინის გამოყენება, მაგრამ ვისაც სურვილი აქვს შეუძლია გამოიყენოს. რომელ განზომილებაშია, სხვა განზომილებაშია, რას ნიშნავს განზომილება ამ შემთხვევაში? აქ ეხლა ამას ფიზიკის დატვირთვას კი არ აძლევენ, როცა საუბრობენ განზომილებაზე, მაგრამ ზოგადად განზომილება იგივეს ნიშნავს. როდესაც ჩვენ ვართ სამგანზომილებიან სამყაროში. რას ნიშნავს სამგანზომილებიანი სამყარო? ესე იგი, ნებისმიერი წერტილი, აი რაც გინდათ აიღეთ, შეგვიძლია გამოვითვალოთ სამი განზომილებით. ანუ სამი კოორდინატი უნდა მიუთითოთ, რომ იყოს წერტილი. ორ განზომილებიან სამყაროში მხოლოდ ორი კოორდინატია. არა? და სამგანზომილებაში სამია. თქვენ რო ვთქვათ, ეხლა აი ეს მაგიდა სად დგას? როგორც მინიმუმ აი ამ მაგიდის დგომარეობას ჭირდება სამი კოორდინატი. რო ვთქვათ, სად დგას? აი ეს არის სამგანზომილებიანი სამყარო. ეხლა სხვა განზომილებები. ანუ ეს ისა, რაც პარალელურად არსებობს. ყველა ეს ტერმინი სინამდვილეში გამოიყენება ადამიანების მიერ დაუფიქრებლად, მათი არსი რაშია ამ ტერმინების, რომ სულ იბადება კითხვა, სად არის? ჩვენ და რელიგიაც არ ინტერესდება იმით, რომ ჯერ ესეთი ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ჩვენი სამყარო. ჩვენ ვხედავთ ამ სამყაროს. ჩვენი სამყარო აშენებულია, ჩვენ ამაზე ხშირად ლაპარაკობდით, იმ მასალისგან, აგურებისგან, ასე ვთქვათ, პირობითად, რომელიც თვითონ არ იყოფა. მაგალითად, ნეიტრინო, ეს არის ნეიტრინო, ან კვარკი, მაგალითად, ეს არის ის ელემენტები, რომელიც დღეს ფიზიკა იცის და რომელთა გაყოფა შეუძლებელია. და მათი მეშვეობით და სხვა უყოფი, განუყოფადი რელიგიური სიტყვა მარტივი ელემენტებისგან არის აშენებული მთელი ჩვენი სამყარო და ჩვენ ადამიანები, ჩვენი სხეული მაგალითად, მომთლიანად მოლეკულებისგან, მოლეკულა ატომებისგან და ასე შემდეგ ატომები, აი დადის ეს ატომები ბოლოს კვარკები, ნეიტრინო, აი ამ დონეზე დადის. ესე იგი ჩვენი სამყარო ამ მასალისგან არის აშენებული. არსებობს სხვა სამყარო, ჩვენ ეს ბევრჯერ გვითქვავს, რომელიც სხვა მასალისგანაა აშენებული. აი ჩვენი სული, თითოეული ჩვენთაგანი სული სწორედ იმ მასალისგანაა აშენებული. რა მასალისგანაც ის მეორე ანგელოზთა სამყარო დავარქვათ მათ, გნებავთ უხილავი სამყარო დავარქვათ. რელიგია ხმარობს ტერმინებს ხილული სამყარო, რასაც ჩვენ ვხედავთ, და უხილავი სამყარო. ხილულ სამყაროში ჩვენ გვაქვს მაგალითად ჰაერი, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ანუ ხილულ სამყაროში უამრავი მაგალითია იმისა, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. მაგრამ ვიცით ზუსტად რომ ის არსებობს. ჰაერი არსებობს, ჩვენ ვსუნთქავთ. თუ არ იქნა ჰაერი, ვკვდებით. ეს ვიცით რომ არსებობს. ამგვარად ხილულ სამყაროშიც გვაქვს უხილავის მაგალითი. უხილავი სამყარო ის სამყარო, რომელსაც ჩვენ აი ესე შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ.
მაგრამ უკვე ვთქვით, რომ იგივე ბატონი ივერი ფრანგიშვილის ლაბორატორიაში შეიქმნა ის მოწყობილობა დანადგარი, რომელმაც ადამიანის სული დააფიქსირა, ასე ვთქვათ, დაინახა. ესე იგი, შესაძლებელია შეიქმნას მოწყობილობები და დანადგარები, რომელიც იმ უხილავ ანგელოზთა სამყაროსაც დაგვანახებს. არსებობს უხილავი სამყარო, სხვა მასალისგანაა შექმნილი ის, არა იმ მასალისგან, ჩვენი სული არის იმ მასალისგან. უხილავი სამყარო და ხილული სამყარო არსებობს ერთდროულად დღეს. თავიდან ესე არ იყო, ჯერ ღმერთმა შექმნა უხილავი სამყარო და მერე შექმნა ხილული, მაგრამ დღესდღეობით ხილული და უხილავი, ანუ ჩვენი სამყარო, კაცთა სამყარო და ანგელოზთა სამყარო ერთდროულად არსებობს. ანუ პარალელურად ერთმანეთისა არსებობს. მეორე შეკითხვა, სად არსებობს? რელიგია არ არის თვითმიზნად არის ახავს იმის გარკვევას, ის ანგელოზ და უხილავი სამყარო ზევით არის, ქვევით არის, მარჯვნივ არის, მარცხნივ არის. სერაფიმე როუზი ამბობს, რომ არის ზემოთ, მაგრამ ზემოთ არა იმ გაგებით, როგორც მთვარე და ვარსკვლავები იყო, ანუ ზემოთ, მაგრამ პარალელურ განზომებში. ეს ხსნის როუზი. ნუ მე და ჯოჯოხეთს ამბობს, რომ არის ქვემოთ, ოღონდ არა მიწის ქვეშ, პირდაპირ. ეს სერაფიმ როუზი წმინდა მამა იყო, მაგრამ ეს თანამედროვეების სხვათა შორის ეს მისი პირადი მოსაზრებანია, მე თავ შევიკავებდი. კიდევ ამბობ, მე არ ვფიქრობ, რომ რელიგია თვითმიზნად ისახავს ახლა გამოიკვლიოს ზუსტად სულის ცხონებისათვის ამას არსებითი მნიშვნელობა არა, საერთოდ არ აქვს. ჩვენ არ ვიცით ზემოთაა, ქვემოთაა, მარჯვნივაა, მას სად არის. ჩვენ ვიცით ნამდვილად ერთი რამ, რომ ის სამყარო ანგელოზთა არსებობს, უხილავი სამყარო არსებობს, ხილული სამყარო არსებობს. მეტიც, ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ამ სამყაროებს შორის ხიდი, ანუ გადასვლა ერთი სამყაროდან მეორეში ხიდი არსებობს. ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ჩვენი სული სიკვდილის მერე გადადის იმ უხილავ სამყაროში. ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ანგელოზები და დემონები, რომლებიც დემონები არიან დაცემული ანგელოზები, ხო? მათ შეუძლიათ იმ სამყაროდან ჩვენ სამყაროში გადმოსვლა. ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ჩვენ თვითეულ ჩვენთაგანს მონათლულს ყავს ანგელოზ ფარველი, რომელიც ხშირად არის ჩვენს გვერდზე და ასევე სამწუხაროდ ჩვენ ვიცით, რომ და ეს მართლმადებლური სწავლებაა, რომ ჰაერში, ატმოსფეროში ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი დემონია. ანუ მოძრაობა ამ ორ სამყაროს შორის დანამდვილებით შესაძლებელია და ჩვენ დღეს განახეთ ვიდეო დემონით შეპყრობილი ადამიანისა. ამგვარად არსებობს ის სამყარო, ჩვენ განახეთ ვიდეო, სადაც სული როგორც წყდება ადამიანს, არსებობს ის სამყარო, პარალელურად არის ჩვენისა, ნამდვილად, ზუსტი მისი განლაგება და განთავსება ჩვენ არ ვიცით და ვიმეორებ ეს უფრო ფიზიკისთვის შეიძლება იყოს საინტერესო, მეცნიერებისთვის, რელიგიისთვის არაა მნიშვნელოვანი და ხიდი ამ ორ სამყაროს შორის არსებობს და ჩვენს გვერდზე არიან საბედნიეროდ წმინდა ანგელოზები და საუბედუროდ დემონები. ეხლა შემდეგი საკითხი ესეთია, როგორ გამოიყურებიან ანგელოზები და როგორ გამოიყურებიან დემონები. ასევე როგორ გამოიყურებიან ის ადამიანები, რომლებიც გარდაიცვალნენ. ერთი რამ შეგვიძლია ჩვენ მკაფიოდ ვთქვათ, რომ როდესაც ადამიანი, მაგალითად წმინდანი, ეხლა უნდა შევეხოთ ხილვებს, ჩვენ აუცილებლად. კვლავ ვამბობთ, ყველაზე მთავარი ამოცანა ადამიანისა, ეს არის ღმერთთან შეწებება და ადამიანი, რომელიც ღმერთს ეწებება, რაც უფრო მეტად ეწებება ის, მას აქვს ხილვა. და ხილვა აუცილებლად უნდა გქონდეს ყველა ადამიანს. ეს ერთი. მართლმადიდებლობა იმით განსხვავდება ყველა სხვა რელიგიისგან, რომ ერთადერთი რელიგია მართლმადიდებლობა, ნუ ქრისტიანობა ზოგადად და მართლმადიდებლობა კერძოდ, რომელიც ამბობს, რომ ხილვის უნარი აქვს ყველა ადამიანს. აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს აქვს ხილვის უნარი. თავარია იმისთვის, რომ ხილვა გქონდეს ადამიანს, მან უნდა იმარხულოს, მან უნდა ილოცოს, ის უნდა ეზიაროს, ღმერთთან შევიდეს კონტაქტში, ზიარების გზით მიეწებოს ღმერთს და მას გაუჩნდება ხილვები და მეტიც მე იქ 8 საფეხურს გამოყოფენ წმინდა მამები და მერვე საფეხური საერთოდ საერთოდ 24 საათიან კონტაქტში არის წმინდანი ღმერთთან. როდესაც ჩვენ გვაქვს ხილვები, ჩვენ ვხედავთ წმინდანებს, მაგალითად ყველაზე ზოგი იმ დონეზია სულიერების ასული, რომ ცოცხლად აქვს ხილვა, არც ძინავს, ცხადი ხილვა ქვია ამას, ძირითადად ეგრეთ წოდებული ფრთხილი ძილი. როდესაც ხდება ხოლმე წმინდანის ან ანგელოზის ან ღმერთის ნახვაც კი ძირითადად ეს ფრთხილ ძილში ხდება.
და იქ ადამიანი ხედავს მაგალითად რომელიღაცა წმინდას შემოსილს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ წმინდან შეუძლია გამოგეცხადოს შემოსილად, როგორც მას სურს. ასევე ანგელოზებსაც შეუძლიათ გამოგეცხადონ ისე, როგორც მათ სურთ. ეს არის აქ თავარი, ეს უნდა გავაცნობიეროთ. და ეშმაკი თავისი ბოროტებიდან გამომდინარე და დემონები თავის ბოროტებიდან გამომდინარე გვეცხადებიან ბერებს, მღვდლებს, ჩვეულებრივ ადამიანებსაც ფრთხილ დილში ხშირად ომი, ბრძოლა და ჩხუბი აქვთ დემონებთან. და ამ ჩხუბის დროს ისინი ხედავენ დემონებს და ეს დემონები ამ ძილში და მაგალითად ანტონიდიც ცხადად ცემდნენ დემონები და შემდეგ გამოქვაბულის იატაკზე ეგდო. და აი ისინი ეცხადებიან რაც შეიძლება უფრო შემაშინებელი სახით ადამიანებს, რომ შეაშინონ. აი ეს არის. და შეუძლიათ ესე იგი ეს გააკეთონ. მამა იოსების სიხას მაგალითად სენაკში ლოცვისას მივიდა და რომ აუკიდეო ხელიო იოსების სიხასტი ხდება და მოვისროლეო ლოცვისას უკრიდან მომეპარაო მე ხელებზე საშინელი სიმყრალეს სუნი ამევიდაო ხო ეს ისეთი არის მამა იოსების ასე რომ ნამდვილად არსებობს დემონთა სამყარო და დემონები ჯოჯოხეთში არიან, არსებობს ანგელოზთა სამყარო და ჩვენ ამ სამყაროს ზეციერ სასუფეველს ან სამოთხეს უწოდებთ ხოლმე, თუმცა სიტყვა სამოთხე სხვა მნიშვნელობებიც აქვს. პრინციპში ამ სიტყვას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. პირველი ყველაზე ცნობილი მნიშვნელობა იყო, რომ არსებობდა ბაღი დედამიწაზე. ეს ბაღი არსებობდა ქვეყანაში, რომელსაც ადრე ერქვა ედემი და დღეს აღარ არსებობს ეს ქვეყანა. დღეს ეს ქვეყანა ედემი, მისი ტერიტორია სადღაც ერაყს, ირანს, ერაყს, სირიას, აი ამ ადგილებშია. აქ იყო ქვეყანა ედემი და აქვე იყო ბაღი, ზუსტი მისი განლაგება არ ვიცით, რომ ეს ბაღიც იყო სწორედ აი აქ. ვიმეორებ სირია, ირანი, ერაყი, სადღაც აი მაგ ტერიტორიაზე და აი ამ ბაღში ეს ბაღი ზეციერ სასუფეველთან იყო, ასე ვთქვათ, უხილავი ენერგიით დაკავშირებული და სამოთხის პირველი აი ამ ბაღს ერქვა სამოთხე, ეს ერთი ცნება. მეორე ცნება სამოთხის ეს არის ის ზეციერი სასუფეველი, ის ზეციერი სამყარო, ანგელოზთა სამყარო. ეს არის მეორე სამოთხე ცნება და მესამე, როდესაც ადამიანი მიეწებება ღმერთს და მის მიეწებება იმდენად ძლიერად, რომ ფაქტობრივად წმინდანი ხდება, ესე იგი მისი მიწებების დროს მისი გული, მისი სული აი უხილავი ენერგეტიკული სვეტით არის დაკავშირებული მიწებებული ღმერთს, აი ამას ქვია, მაშინ ქრისტე ამბობს, თქვენს გულშია სამოთხეო. როდესაც ჩვენ ვართ აი ესე მიწებებული. ეს არის სამი სამოთხის განმარტება. ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ ანგელოზთა სამყაროზე. ანგელოზთა სამყაროც და დემონთა სამყაროც, რომელსაც ჯოჯოხეთი ქვია, უდაოდ არსებობს და ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ისინი შეიძლება გამოგვეცხადონ სხვადასხვა სახით ჩვენ. იოანე ღვთისმეტყველის გაიხსენეთ, ესე იგი, მაგრამ ანგელოზები სხვადასხვა არსებობს, სხვადასხვა დასები, სხვადასხვა სახეობანი ანგელოზთა, ხო? სერაფიმები, ქერუბიმები, საყტარნი მაგალითად და ქერუბიმებზე ყვება, მათ ასევე უწოდებენ წმინდა ცოცხალ არსებებს. ეს არის მაგალითად ლომის სახე აქვს, ერთ ხარის სახე აქვს, ადამიანის სახე აქვს, არწივის სახე აქვს, ხო? და ეზეკიელის წიგნშიც არიან ისინი ჩამოყალიბებული. ეხლა თავად ადამიანის სული, ანუ ვხედავთ ამას ყველაფერს. კიდევ ადამიანებს ის კითხვაც აქვთ ხოლმე, ხშირად ამას სვამენ და ბარემ ესეცა ვთქვათ, რომ ბევრი ადამიანი ამაზე ნერვიულობს, რომ აი გარდაცვალების მერე მიღმიერ სამყაროში ჩვენ თუ ვიცნობთ ერთმანეთს ადამიანებიო და ამაზე პირდაპირ აი მაგალითად წმინდა მაკარი დიდი, ერთ-ერთი სვეტი მართლმადიდებლობისა პირდაპირ ამბობს, რომ როდესაც ადამიანი მივაზეთ სივრ სასუფეველში, თუ ის ცხონდა პირველად სასუფეველის კართან, ზეციური სამოთხის სასუფეველის კართან ხვდებიანო თავისი უახლოესი ადამიანები და ახარებენ ღვთის სასუფეველს. იგივე წერს აი ამბობ ბოლო დროის ერთ-ერთი ღირსი მამა მოღვაწე წერა რომ იოსების ხასტი ვახსენეთ იმის სულიერი შვილი არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი, რომ მუდმივ კავშირში არიან უახლოესი ადამიანები, ვისაც მიწაზე ერთმანეთი უყვარდათ და
ამ ერთობითა და აი ამ ურთიერთსიყვარულით, რომ ისინი სულ ერთად არიან და ერთმანეთი უყვართ, მუდმივად ადიდებენ ღმერთს სასუფეველში. და ამიტომ უნდა ინუგეშოს ადამიანმა თავი და იზრუნოს თავის მიცვალებულებზე და თავის სულზე, თავის სულის ცხოვრებაზე, რომ იმ სასუებითა და რწმენით, რომ მარადისობაში ეს სიყვარული და ერთობა უსასრულოდ გრძელდება. ეს ჩვენი დიდი სასუება და იმედია. ეხლა ცოტა ხანი კიდე დაუთმოთ მიცვალებულებს და თუ მოვასწრებთ კიდე ორი საკითხი გრჩება. უბრალოდ ეხლა დღეს ჩვენ ვცდილობთ ყველა ამ კითხვას უპასუხოთ, რაც საზოგადოებაში ისმება. ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, მხოლოდ წმინდანები, ანუ ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებაში დიდ სიწმინდეს მიაღწიეს, ეს ადამიანები პირდაპირ ხვდებიან სამოთხეში. მყისიერად. ესე იგი ისინი ადიან საზვერებს ვიტყვით ამაზე. როდესაც ჩვეულებრივი ადამიანი კვდება, პირველი 2 დღე ის არის დედამიწაზე, ანუ მისი სული და სამშვენველი ერთად, მისი სული და სამშვენველი შეწებებული ერთმანეთს შეურევლად და განუხლეჩელად. ისინი ცდილდებიან სხეულს, მაგრამ ადამიანი იქვეა. ადამიანი დედამიწაზეა. შეიძლება იყოს თავის სხეულის გვერდზე, მაგრამ ამავე დროულად ადამიანს ეძლევა სწრაფი მოძრაობის, მყისიერი გადაადგილების უნარი. სულს და სამშვენელს შეწებებულს გააჩნია მყისიერი გადაადგილების უნარი. და ადამიანი შეიძლება გარდაიცვალა და მყისიერად იმოძრაოს, მოინახულოს ის ადგილები, ან ის ადამიანები, მართალია ისინი მათ ვერ ხედავენ. მაგალითად, გარდაიცვალა მამა ან დედა და მისმა სულმა უცებ მყისიერად მოინახულა თავისი შვილი. შვილი სხვა სახში ცხოვრობს, სხვა მისამართზე, შვილი კი ვერ ხედავს დედას, მაგრამ დედა ხედავს მას. და ასე ვთქვათ, ან მამა ხედავს მას, მონახულება ხდება. შეუძლია იმოძრაოს ძალიან სწრაფად, ეს რას ნიშნავს, იცით, რომ მაგალითად შეიძლება დაესიზმროს კიდევაც სხვათა შორის. ბევრი შემთხვევებია, ხშირად არის აღწერილი, როდესაც დედა გარდაიცვალა თბილისში, ადამიანი ამ დროს ნიუ-იორკში იყო და ეს მოხდა იმ დროს, როცა ნიუ-იორკში ღამე იყო და პირდაპირ მყისიერად სიზმარში ნახა დედა გარდაცვლილი, რომელმაც უთხრა, რომ ესე იგი გარდავიცვალეო და გადაეხვია და ემშვიდობა რაღაცა ერთმანეთს, არ ვიცი, ნუგეში სიტყვები უთხრეს. ესეთ შემთხვევები ძალიან ხშირია. ამჟამად პორფირე კავსოკალიველს სულიერმა შვილმა ტელეფონზე დაურეკა. არ იცოდა და მამა პორფირიო ლოცვა-კურთხევის აღება მინდა, რაც შეკითხვები მაქვს და გასცა პორფირე კავსოკალიველმა კითხვები და ბოლოს უთხრა გარდავიცვალე და აღარ დამირეკო და რამოდენიმე დღის გარდაცვლილი ყოფილა. წმინდა პორფირე კავსოკალიელი. ამგვარად სული, რომელიც გადის სხეულიდან, სწრაფად მოძრაობს სამყაროში. შეუძლია ძალიან სწრაფად, როგორც უკვე ვთქვით, გადაინაცვლოს ამერიკის კონტინენტიც კი და დაემშვიდობოს ან მოინახულოს თავისი საყვარელი ადამიანები. ეს პირველი. მესამე დღეს არის პირველად წარდგება სული ღვთის წინაშე. და აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ის იმავ წამს, აი წარდგენის მომენტში ხედავს უეცრად ყველა მის მიერ ჩადენილ ცუდ საქციელს. მათ შორის იმ საქციელებს, რომელიც არა მარტო არ ახსოვს, მას არ მიაჩნდა, რომ ცუდია. და თავარი ეს არაა, თავარი აქ ისაა, რომ იმავ წამს ღვთის შთაგონებით მას ზუსტად უჩნდება ნამდვილი განცდა, ის ხვდება, რომ ეს იყო ცუდი საქციელი. ანუ აი კარგად მინდა რომ გავიგოთ რას ვამბობ. ადამიანმა სიცოცხლეში ჩაიდინა რაღაც საქციელი და არ თვლიდა, რომ ეს საქციელი ცუდი საქციელია, მაგრამ მესამე დღეს რო წარდგება ღვთის წინაშე, მყისიერად ის თვითონ მიხვდება, ღმერთი ისე გააკეთებს, რომ ის მიხვდება, რომ ეს მის მიერ ჩადენილი საქციელი იყო ძალიან ცუდი საქციელი და ამას სინანული დაეუფლება ამისა. ნამდვილად, ამავდროულად შეიძლება კაცმა კაი საქციელი ჩაიდინა და არც იცის რომ ჩაიდინა და ღმერთი ამ კარგ საქციელსაც დაანახებს და ის მყისიერად გააცნობიერებს, რომ კარგი საქციელი ჩაიდინა. აი ამ დღეს ხდება სასამართლო. ამ სასამართლოზე ადამიანი დაინახავს ყველა მის მიერ ჩადენილ ბოროტქცევასაც და კარგსაც, სიკეთესაც და გააცნობიერებს ამას ყველაფერს. განაჩენი ამ დროს არ გამოდის. ეს არ ეხება წმინდანებს. წმინდანები პირველივე დღეს პირდაპირ მოხდებიან ღმერთთან სამოთხეში, ეს ჩვეულებრივ ადამიანებზეა ლაპარაკი. მესამე დღეს შედგება ესეთი სასამართლო განაჩენის გარეშე. და შემდეგი 6 დღე ადამიანი სამოთხეში, ოღონდ სამოთხეში ნეტარებაში კი არა, ათვალიერებს სამოთხეს. მე-9 დღეს ისევ წარდგება ღვთის წინაშე, განაჩენი არ გამოდის
და შემდეგ მე-40 დღემდე ჯოჯოხეთს ათვალიერებს არ იტანჯება. ანუ ხედავს იქ რა ხდება, ამაზე ხა დეტალურად ვისაუბრებ და მე-40 დღეს გამოდის განაჩენი. ეს განაჩენი რატოა გადატანილი მე-40 დღემდე? აი მთელი ეს პერიოდი მის ახლობლებს ჩვენ გვეძლევა საშუალება რომ სიკეთე გავაკეთოთ მიცვალებულის სახელს. განსაკუთრებით ლიტურგია, ანუ შეგვეთილი ყოველი ჩვენი წაკითხული აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ყოველი ჩვენი წაკითხული ლოცვა, ყოველი ჩვენს მიერ, აი გულში ნათქვამი რომ ღმერთო აცხონე ეს კაცი. ყოველი აი ლარი რომელიც ვაჩუქეთ გაჭირვებულ კაცს და გულში ვთქვით ამ ლარს ვჩუქნე აი ამ გარდაცვლილის სახელზე, გულში ვთქვით ეს. ყველაფერი ეს ემატება, შეეწევა იმ კაცს და მე-40 დღეს განაჩენისას ეს ყველაფერი დათვლილი იქნება და აი ამის მერე ადამიანი აღმოჩნდება ან სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში. ჩვენ უკვე ვთქვით რომ ჯოჯოხეთში ბევრი ადგილებია და ყველაზე კარგი საუკეთესო ადგილი ეს აბრაამის წიაღია. სადაც არ არის არც ტანჯვა, მაგრამ არც სიხარულია. უბრალოდ ეს უკვე სიმშვიდეა, ნუგეშია, როცა ტანჯვა არ არის და იქ ხვდებიან მაგალითად ჩვილები, მოუნათლავი, გარდაჩვლილი ჩვილები, ან აბორტის შედეგად, ან ისე უბრალოდ მოწყვეტილი ჩვილები, რომლებიც არ არიან მონათლურები, ხვდებიან სწორედ აბრაამის წიაღში. აქ არ არის ნეტარება და ბედნიერება, მაგრამ არ არის ტანჯვა და ეს არის ნუგეში. და თუ ადამიანი სხვაგან მოხვდა, მას მერე ჩვენ ვაგრძელებთ ლოცვას და თუ ძალიან ბევრს ვილოცებთ, ადამიანი შეიძლება გადავიდეს ამ ლოცვის შედეგად ჯოჯოხეთის ერთი ადგილიდან მეორე ადგილში. ადგილი არაა სწორი, სიტყვა სწორია მდგომარეობა. აი ამას კითხულობს ბევრი ხალხი, რომ რა ხდება იქ იმ ჯოჯოხეთში. რა ტანჯვაო და რა ცეცხლი გწვავსო. ესე იგი, რაზეა საუბარი? ბევრს ესე აქვს წარმოდგენილი ეს აი ზუსტად სიტყვა სიტყვით, რომ იქ რაღაცა ცეცხლის მდინარეში ჩაგაგდებენ შენ. სინამდვილე სულ სხვა არის და ეს ბევრჯერ არის განმარტებული წმინდა მამების მიერ. ადამიანის ჯოჯოხეთი ეს არის სულის მდგომარეობა. მაგალითად. ყველაზე მარტივი მაგალითი. რომელიც უკავშირდება სხვა შორის სიგარეტის წევას. აი მე ეს მაგალითი მომიყვანე, ეხლა კიდე მოვიყვან, რომ ეს იყოს გასაგები, უბრალოდ კარგი მაგალითია, უფრო ადვილად ესმის ხალხს. როდესაც ადამიანი სიგარეტს მოწევს ზოგჯერ, აი 1000 ერთხელ რა, უბრალოდ მოუნდა მოწია 1000 ერთხელ. ამას ქვია ხორციელი ცოდვა. მაგრამ თუ კაცი მაგალითად ყოველი ღვინის დალევის დროს ეწევა, აი ამას უკვე ქვია სამშვენიველის ცოდვა. ესე იგი სამშვენიველის ცოდვა უარესია ხორციელ ცოდვაზე. ხორციელი ცოდვა რა არის? ნუ რატომღაც არავინ არ იცის რატომ მოუნდა ეს სიგარეტი და მოწია 1000 ერთხელ და ყველა ღვინის დალევას რომ სიგარეტს დააყოლებ, ეს უკვე სამშვენიველის ცოდვაა. და თუ ადამიანი ყოველდღე ეწევა, ეს ნიშნავს, რომ ეს სულიერი ცოდვა. ანუ ხორციელი ცოდვა გადაიზარდა სამშვენიველის ცოდვაში. სამშვენიელ სინამდვილეში, სამშვენიელი სიცოცხლის ენერგია მას მოწევა თვითონ არ ძალუց. მაგრამ სხურია, იმიტომ რომ ხორციელი ცოდვა გახდა სამშვენიველისა და სულს მით უმეტეს არ ძალუც მოწევა. მაგრამ თუ კაცი მუდმივად ეწევა და ხშირად ბევრი ადამიანი ჩვენს გარშემო ეწევა, ყოველდღიურად და მუდმივად ზოგი ერთ კოლოფს ეწევა დღეში, ეს უკვე სულის ცოდვაა. ანუ ხორციელი მოთხოვნა გახდა სულიერ მოთხოვნად. სულს უნდა და არა ხორცს, სულს უნდა. ასევეა ღვინის ხმა, მე თვითონაც მიყვარს ალკოჰოლის მიღება და ღვინო მიყვარს როგორც ყველა ქართველს და ქართველებს გვაქვს ეს სულიერ დაავადებაში გვიყვარს ჩვენ ღვინო და უკვე აღარაა რომ ხორცს უნდა ღვინო. 1000 ერთხელ დალევა ეს სხვა არის და ჩვენ გვიყვარს კარგად სადღეგრძელოებით, ხანგრძლივი დროის ტარება, კეიფი, ეს ქართული თვისება კი არ ვამბობ რომ ცუდია, უბრალოდ ვამბობ რომ ეს უკვე სულიერი მოთხოვნილება გახდა ჩვენთვის. და აი როცა ადამიანი კვდება, მის სულს უნდა სიგარეტის მოწევა, მაგრამ სიგარეტს ვერ ეწევა, იმიტომ რომ სულს არ შეუძლია სიგარეტის მოწევა. აი ამ დროს მას ეწყება ის, რასაც ნარკომანიაში უწოდებენ ლომკას. ესე იგი, როდესაც წარმოუდგენლად დიდი სურვილი აქვს სიგარეტის მოწევის და სული იტანჯება, ეს არის რაცაც ნათქვამია ბიბლიაში. მე ღრნის მას სწორედ სურვილი ღრნის და წვავს, რა ღრნის და რა წვავს. წვავს ის ცეცხლი, ანუ სურვილი წვავს და სურვილი ღრნის. აი ამ ცეცხლზეა ლაპარაკი, ამ ჭიაზეა ლაპარაკი, ჭია ღრნისო. უნდა მოწევა სულს და ვერ ეწევა. ეს მარტივი მაგალითი, ხა განვაზოგადოთ.
აი არის ადამიანი ბრაზიანი რა ძალიან ცუდია და ამას ძალიან სერიოზულად უნდა ებრძოლოს კაცი ბრაზიანობა ნელ-ნელა სხვათა შორის ბრისხანებაში გადადის თვითონ ჩვენთაგან ახასიათებს ეს მეც რა თქმა უნდა და როცა ადამიანი მუდმივად ბრაზობს მუდმივად ბრაზიანია ხშირად მრისხანეობს ეს ხდება მასში იზრდება როგორც ვნება და როცა კვდება მისი სული მუდმივ მრისხანებაშია და ეს მრისხანება წვავს მრისხანების ცეცხლი წვავს მას გესმით და დედამიწაზე კიდე ამ მრისხანებას ავლენს ვიღაცა ან შვილს დაუყვირებს ან ძმას დაუყვირებს ან მეგობარს და იქ ვის უნდა დაუყვიროს წვავს მას ეს მრისხანების ცეცხლი თან ამასთან ერთად მამები მასაც ამბობენ რომ სულში აი ეს ვნებები რომელიც თავმოყრილია იგივე ეს მრისხანების სიზმრის სხვადასხვა ანუ ეს ვნებები რაც ადამიანის გაუხმართებისა და დაცემულობის ნაყოფია ცოდვის შედეგად წარმოიშვება და სულში ილექება და იბეჭდება და ორგანული ხდება სულისათვის როდესაც სხეულს დატოვებს ეს სული დაეძებს მერე უკვე სულიერ სამყაროში თავის მსგავს და როგორც მაგნიტი რკინას ისე მიიზიდავს იმ მიმართულებითო რაც მისიაო და ბუნებრივად ეს ადამიანი მიზიდული ხდება ჯოჯოხეთისაკენ ანუ აი წეღან თქვენ რომ აღნიშნეთ ეს მაგალითად რომ არსებობს სხვადასხვა სამყაროები და ის სამყარო იმ მასალისაგან არის შექმნილი რითაც სულია ადამიანი თავის მასალას თავის ბუნებრივ მდგომარეობას ეძებს და თუ თევზისთვის მაგალითად წყალი ხო თევზი რომ წყლიდან ამოიყვანო კვდება იმიტომ თევზისთვის ბუნებრივი მდგომარეობა რომ იმან იცხოვროს წყალში მიწისქვეშ არსებებმა აუცილებლად მიწისქვეშ უნდა ისო აი ასეთი არის როდესაც სული თავის ნათესაურ ბუნებრივ მდგომარეობას ეძებს და ესეთი მართოს ამ დროს ბუნებრივია მისთვის აი წმინდანები იმასაც ამბობენ სხვადასხვა ეს ბევრს არ ესმის საინტერესო ნათქვამია რომ უკანასკნელი წყალობა არისო ჯოჯოხეთიო ღმერთისო იმიტომ რომ ეს არის მარადიული დაუსრულებელი ენით აღუწერელი ტანჯვის მდგომარეობა მაგრამ ადამიანს არ ძალუძს აი იმ განუკურნებელი სულით სხვა მდგომარეობაში მისი სული დაემკვიდროს ანუ ბუნებრივად ის სული იმ არეალში როგორც თევზი წყალში აი ისე ემკვიდრება მაგრამ იქ იტანჯება მარადისობაში და ეს ტანჯვა სხვადასხვა ყოველწამიერად იქ ეხა წამები და წუთები არ არსებობს დრო არ არსებობს მაგრამ უფრო და უფრო მზარდია დაუსრულებლად როგორც თუ არ იქნა ლოცვა აი მე არ მინდა ეხლა რომ დავაბნიოთ ხალხი ესე კიდე ერთხელ ვთქვათ ადამიანს ყველა თვითეულ ჩვენთაგანს გაგვაჩნია უამრავი ვნებიანობა ჩვენ მრისხანებიც ვართ ბევრი ამბობს რომ არა მრისხანე თავს იტყუებს ჩვენ შურიანებიც ვართ ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს მე საერთოდ შური არ მაქვს თავს იტყუებს არ ესმის რა არის შური ელემენტარულად ბიზნესშიც კი კონკურენცია და მეცნიერებაშიც კი კონკურენცია ესეც შურის ფორმაა სხვათა შორის ადამიანი თუ თავის გულს სიღრმეში კარგი წყის და ბოროტი უხარია შეიძლება ვიღაცას არ წყის მაგრამ კონკურენცია შურის გზნობა ამგვარად ჩვენ გვახასიათებს რისხანებაც ჩვენ გვახასიათებს შურიანობაც ჩვენ გვახასიათებს უბრალობაც აი არ გვებრალება ადამიანები ესმის არ გვინდა რომ შევიბრალოთ გულქვავობა და უამრავი სხვა ვნება როგორც სულიერი ასევე ხორციელი და ასევე სამშვინველი ხო მათ შორის სიძვისადმი მიდრეკილები ვართ ლოთობისკენ მიდრეკილები და ასე შემდეგ ყველა ეს ჩვენი ვნება როცა ადამიანი კვდება მის სულში ყველა ეს ვნება ბობოქრობს და თუ არ ვილოცეთ აი რატოა მნიშვნელოვანი რომ მიცვალებულზე ვილოცოთ როცა ჩვენ ვლოცულობთ ყოველ აი უბრალოდ სიტყვას აი სადღეგრძელოც კი ოღონდ თვალები არ უნდა ვიყოთ იმიტომ რომ ღმერთს მარტო ფხიზელი კაცისგან უნდა სადღეგრძელოს მიიღება თვალი ძულს ეს პირდაპირ წმინდა მამების სწავლება როცა ჩვენ ვამბობთ რომ ღმერთო აცხონე ეს კაცი ამიტომ მიცვალებული სადღეგრძელო ყოველთვის მესამე უნდა დაილიოს ყოველთვის და პანაშვიდებზე 7 სადღეგრძელო მაპატიეთ ქელეხში 7 სადღეგრძელო უნდა იყოს რასაც საპატრიარქო ყოველთვის იცავს ჩვენ აღარ ვიცავთ აი სანამ ხიზლები ვართ 7 სადღეგრძელო და ეს ჩვეულებრივი ჭიქებით ლიტრიანი ყანწებით კი არ უნდა იყოს და როდესაც ჩვენ სადღეგრძელოსაც კი ვამბობთ ან უბრალოდ გულში ვამბობთ რომ ღმერთო აცხონე ეს და ეს კაცი იმავ წუთას აი ამ ადამიანზე ღმერთის ენერგიის წვეთი გადმოდის რომელიც ამ ადამიანს უმსუბუქებს აი ამ მის ვნებებს აი მის ყველა ანთებულ რომლებიც ცეცხლივით წვავს ამ ადამიანს ეს ვნებები იმავ წამს ხდება მათი ნელ-ნელა დამშვიდობა ლაზარეს იგავში რომელიც რომ ერთი თითი დაასველეო და ეხლა რაშია საქმე თუ ბევრს ვილოცებთ ადამიანში ნელ-ნელა
ღმერთის ენერგია წვეთავს ადამიანზე, მე ხატო უნდა ვამბობ ამას პოეტურად, წვეთავს და მასში კვდება ნელ-ნელა აი ეს ვნებები. ქრება ეს ცეცხლი და ადამიანი ჩვენი ლოცვით თავისუფლდება ამ ვნებებისგან. და რაც უფრო მეც ვილოცებთ, მით უფრო უკეთეს მდგომარეობაში გადადის ის ჯოჯოხეთში. შემდეგ გადავა ა ブラ ამის წიაღში და ბოლოს საერთოდ 64-ში გადავა, ესეც შესაძლებელი არის. რა თქმა უნდა, გააჩნია რა დონეზეა ამ ადამიანის სული დაზიანებული, რა დონეზე არის მძვინვარე და რა დონის დანაშაულები აქვს ჩადენილი. თავარი მაინც ისაა რომ არ იყოს გმობელი და არ იყოს უარმყოფელი. რა თქმა უნდა. ახლა მამათა სწავლებით თუ ადამიანს არ უნდა და გააზრებულად უარს თუ ამბობდა სასופველზე, ღმერთი იძულებით არ აცხოდებს და ეს უნდა აქ უნდა გვესმოდეს ერთი რამე, რომ კერპთაყვანისმცემლობა არის ყველაზე დიდი, მკვლელობაზე უფრო დიდი ცოდვა არის კერპთაყვანისმცემლობა, ესე იგი ადამიანი, რომელიც კერპებს, ანუ ეშმაკებს ცემს თაყვანს. და კერპთაყვანისმცემელი ადამიანისთვის თან თუ მოუნათლავი იყო საერთო ტრაგედია, მისი გადმოყვანა თუ მონათლული იყო, კიდე ბევრი ლოცვის შედეგად შეიძლება ალბათ ვერ გეტყვით მე ზუსტად, ახლა გააჩნია რამდენი ხალხი ილოცებს მისთვის და რა მოცულობით შეიძლება მასაც კი ეშველოს სავარაუდოდ. მაგრამ შემდეგ სხვა დანაშაულებები მოდის ახლა. მინდა ყველამ გაიგოს ერთი რამ ახლა და დღევანდელ გადაცემაში არ ფიქრობდი ამის თქმას, მაგრამ ეხლა ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი დანაშაული, მკვლელობაზე ბევრად დიდი დანაშაული ეს არის ის, რასაც დღეს LGBT-ს ეძახიან. და მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ საზოგადოებამ ეს გაიგოს. LGBT დაახლოებით უტოლდება კერპთაყვანისმცემლობას, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. და LGBT დანაშაულს ის ტოლფასია სხვათა შორის ცხოველებთან, ესე იგი, ცხოველებთან სექსუალური კავშირი. ესეც ძალიან დიდი დანაშაულია. მკვლელობა უფრო იოლი გამოსასყიდია, ვიდრე ეს დანაშაულებები. და ეს უნდა ესმოდეს საზოგადოებას. მათ შორის აი ამ LGBT-ს მიმდევრებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი სულების გამოსყიდვა წარმოუდგენლად ძნელია. ასე რომ ეს არის ძალიან დიდი დანაშაულები. მე მკვლელობა ცხადია, თუმცა აქაც ახლა არის განსხვავებანი, ახლა ადამიანი როგორც გიტლერი, რომელმაც ახლა 40 სოფლიოში თითქმის 100 მილიონი კაცი მოკლა, ახლა იმის სულის ხსნა საერთოდ შეუძლებელია. ის უკვე ეშმაკი იყო სიცოცხლეში და ეშმაკია და დემონია უკვე გარდაცვალების მერე და უტოლდება იმ დემონებს და მათთან ერთად თუ მაგათ სიხარული შეუძლია ხარობს, ასე ვთქვათ. მაგრამ ნებისმიერი ცოდვის, მათ შორის მკვლელის სულის გამოსყიდვა შეიძლება ბევრი ლოცვით და უნდა ვილოცოთ სულ და ნელ-ნელა აი ესეთი მოძრაობა ხდება. ასე რომ უნდა გვესმოდეს, ლოცვას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმისთვის, რომ ადამიანი დავიხსნათ ჯოჯოხეთიდან და თუნდაც ა ブラ ამის წიაღში გადმოვიყვანოთ და ზოგიერთი ადამიანი შეიძლება 64-ში ვერ გადავიდეს, მაგრამ ა ブラ ამის წიაღში თითქმის ყველას აქვს. თითქმის არა, ვინც თქვი გარდა იმ ხალხისა. გადასვლის უნარი, სხვა შორის ა ブラ ამის წიაღში შეიძლება მოუნათლავი ადამიანებიც მოხდნენ, ეს უნდა გვესმოდეს და ესეთია მაგალითად ჩვილი ბავშვები, შეიძლება იქ აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან მონათლულები და მათ შორის ისინი, ვისაც არასწორად სწამთ, მაგრამ ერთი ღმერთის სწამთ, ცხადია. ახლა ის ადამიანი, ვინც კერპთაყვანისმცემელია, ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რომ ეს ა ブラ ამის წიაღში აღმოჩნდეს. ალბათ ვერასოდეს ვერ აღმოჩნდება, მაგრამ ესე ჯოჯოხეთის ნაწილია. ამიტომ ლოცვას მიცვალებულებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ლოცვისას მათი ეს ვნებები ქრება ღმერთის ენერგიით, ის ასხურებს და ხდება. ჩვენი გადაცემა იწურება დასასრულს, მე მინდა კიდევ 2 წუთი სხვა საკითხს დავუთმო. მე მგონი ბევრ კითხვას გავეცით პასუხი და შემდეგ გადაცემებში კიდე გავცემთ პასუხს. პარალელური ეგრეთ წოდებული სამყარო არსებობს, ანუ 64-ს ჯოჯოხეთიც ერთდროულად ჩვენი სამყაროსთან ერთად არსებობენ, ანუ პარალელურად არსებობენ, კიდაც სხვა გაზრდილება და მოდივე კავშირი არსებობს ამ და იმ სამყაროს შორის და კავშირიც არსებობს. ეს კავშირი ლოცვითია. დასასრულს მე მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია, ჩვენ გუშინ საუბრობდით ამ ისტორიაზე. დღეს არის ლოდის ხატის დღე და რა არის ეს? მინდა ამაზე შევაჩერო სულ 2 წუთი თქვენი ყურადღებისა. ესე იგი, ქალაქი ბევრი სახელი აქვს, ლოდი, ლუდი, ლიდია, ეს ქალაქი
ისრაელში იმყოფება ბენ-გურიონის აეროპორტიდან დაახლოებით 4 კილომეტრში თუ არ ვცდები, ძალიან ახლოა. ესე იგი თელ-ავივიდან არის 20 კილომეტრში და იერუსალიმიდან 60 კილომეტრში. ანუ იერუსალიმი და თელ-ავივი ერთმანეთთან 80 კილომეტრშია და თელ-ავივიდან რო გამოდიხარ 20 კილომეტრში არის ბენ-გურიონის აეროპორტი, ქალაქი ლოდი, გნებავთ ლიდია და მერე კიდე 60 კილომეტრში არის იერუსალიმი. იგივე იერუშალაიმი. აი ეს ქალაქი ლოდი ჩვენ ვიცით იქიდან თუნდაც რომ მანდ არის წმინდა გიორგის ტაძარი და მანდ არის წმინდა გიორგის სხეული გამოქვაბულში ქვევით. რო ჩადიხართ ზემოდან ტაძარია ქვევით. გამოქვაბულში არის მის სხეული. თავი მისი რომშია. წმინდა გიორგის თავის ქალა რომშია და სხეული მანდ არის. და სხვათა შორის ეს ადგილი თავის დროზე წმინდა გიორგის დედის საკუთარი ადგილი იყო და ამიტომაც დაიკრძალა იქ წმინდა გიორგი და დღემდე შემორჩა ეხლა ტაძარია პირდაპირ კედელზე ემიჯნება მეჩეთიც, მაგრამ აი ამ ტაძარში არის წმინდა გიორგი, აქედან ვიცით ეს ქალაქი. ამ ქალაქში ქრისტეს დროს ცხოვრობდა პიროვნება ვინმე ენეი. ეს იყო ძალიან ესე იგი გავლენიანი კაცი, ბერძენი კაცი, რომელიც იყო ამავდროულად რწმენით იუდაველი. საერთოდ ქრისტეს პერიოდში ძალიან ბევრი ბერძენი იყო იუდაიზმის მომხრე, მიმდევარი მაპატიეთ, იუდაიზმის მიმდევარი, ანუ მოსეს რჯულის, იუდაველი. და ამიტომაც ბევრი ბერძენი მერე ქრისტიანი გახდა, შედარებით იოლად. ენეი იყო ბერძენი იუდაველი, მათვე შექმნეს სიტყვა პარასკევი სხვათა შორის, რაც ნიშნავდა ბერძნულად და ბერძნებისთვის შაბათისთვის სამზადის, მომზადების დღეს, აქედან გაჩნდა სიტყვა პარასკევი. და მოციქულები მაშინ უკვე ქრისტე ამაღლდა და მოციქულებმა დაიწყეს ქადაგება და მოციქულები ქადაგებისას ადამიანურ ლოგიკასაც ითვალისწინებდნენ, არა მარტო საღვთო ლოგიკას და მაგალითად, როდესაც გაიგებდნენ, რომ არის ვინმე ძალიან გავლენიანი კაცი, ავად. ამ კაცს განკურნავდნენ, ქრისტეს ჯულზე აქცევდნენ და შემდეგ ეს კაცი თვითონ ხდებოდა ქრისტიანობის მქადაგებელი და რახან გავლენა ჰქონდა, ავტორიტეტი ჰქონდა, პატივსცემდნენ, ძალიან ბევრი ამ რწმენას ესე იგი იღებდა. და პეტრე მოციქული ჩავა ქალაქ ლოდში, იერუშალაიმიდან და სწორედ აი ამ ენეის განკურნავს. ამას დამბლა ჰქონდა მრავალი წელი და ვერ დადიოდა და განკურნავს აი ამ ენეის, რომელიც იყო ძალიან გავლენიანი ამ ქალაქში, ქალაქ ლოდში იყო გავლენიანი ბერძენი იუდეველი. და ბუნებრივია ამის მერე პეტრე წავა, ენეი რო განიკურნება თავის მომხრეებს, ბევრი პატივისცემელი ყავდა, ძალიან ავტორიტეტი კაცი იყო, დაიწყებს ქრისტიანობის ქადაგებას და მაგ პერიოდში ჯერ ქრისტიანული ტაძრები ცხადე არ შენდებოდა, ქადაგება მიდიოდა სინაგოგებში და ქრისტიანები ცდილობდნენ, რომ სინაგოგა უნდა გარდაქმნილიყო ეკლესია და ზოგიერთ სინაგოგა გარდაიქმნა კიდევაც ეკლესიად. უკვე მოგვიანებით იწყება პირდაპირ ქრისტიანული ტაძრების შენებლობა. და ბუნებრივია, რომ ენეი მივიდა ამ ტაძარში და დაიწყო ქადაგება ქრისტიანობის და იმხელა დაპირისპირება მოხდა შიგ ტაძარში იუდეველებს შორის. არა აქვს მნიშვნელობა ბერძნები იყვნენ თუ ებრაელები. ენეის მომხრეს და ქრისტეს ენეი იყო ძირითადად ქრისტიანი და მისი გავლენის ქვეშ ყოფი ხალხი და სხვა იუდაველებს შორის დიდი დაპირისპირება და ქალაქის თავი იყო რომაელი. და ანუ კერთაყვანის სემელი და ამ რომაელმა კაცმა ადგა და პირდაპირ დაკეტა სინაგოგა 3 დღით და ესენი გაყარა სახლებში. ჩაქრა ქალაქში, ესე ვთქვათ, ნებათა ღელვა, ჩაქრა დაპირისპირება და 3 დღის თავზე გააღეს ტაძარი და აღმოჩნდა ეგეთ საოცრება, რომ სინაგოგა სვეტებიანი იყო, ერთ-ერთ სვეტზე ქალია ჩვილი ბავშვი თხელში. ეს იყო ფაქტობრივად პირველი გამოსახულება ღვთისმშობლისა ჩვილთან ერთად, მაგრამ საქმე რაშია? უნდა კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ რა დროა. ეს არის ის პერიოდი, როცა ქრისტე უკვე ამაღლდა და ღვთისმშობელი ამ დროს არის 60 წელზე ახალგაზრდა, ნუ შეიძლება 40 მიჭირს მე რო თქვა, რამდენი წლის იყო? 47-ის, არა უმეტეს 57 წლისა, დაახლოებით ამ პერიოდის. მეორე რაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ღვთისმშობელი ჩვილით არავის არ უნახავს, იმიტომ რომ ქრისტემ დაიწყო ქადაგება და ასპარეზზე გამოვიდა 30 წლის ასაკში. და როცა ქრისტე იყო 30 წლის, ღვთისმშობელი ამ დროს იყო უკვე 47 წლის, ხო? 3 წელი
იქადა გაქრისტემ, ხო 33 წლის ასაკში ზვარსაცვეს, ღვთისმშობელი ამ დროს იყო დაახლოებით 50-51 წლის. და ეს ამბავი კიდე ხდება სადღაც 4-5 წლის თავზე, ანუ როდესაც სადღაც ალბათ 50, მოკლედ რამდენიმე წლის თავზე ღვთისმშობელი უნდა იყოს ამ დროს სადღაც 53-დან 57 წლამდე აი ამ ასაკის. და არავის არ უნახავს და არ შეიძლება ვინმეს ახსოვდეს ღვთისმშობელი ჩვილით ხელში, ხო ეს ბუნებრივია. და ხედავენ სვეტზე ქალია ბავშვით ვერან ვერ ხვდება ვინ არის. და მოინდომეს გარეცხვა და არ ჩამოირეცხა. რო არ ჩამოირეცხა, დაიწყეს აფხეკა ამისი. და არა იფხიკა და რაც უფრო მეც ფხეკდნენ, აღმოჩნდა რომ ეს გამოსახულება სიღრმისეულად არა შიგნით. შემდეგ მოიტანეს სპეციალური ინსტრუმენტები და ცდილობდნენ ესე იგი ჩაკუჭით და აი მსგავსი ინსტრუმენტებით ამის მონგრევას, მაგრამ ვერაფერი ვერ მოანგრეს, სიღრმეში იყო მთელი ეს გამოსახულება, მთელი ეს სვეტი თავიდან ბოლომდე აი გამოსახულება წარმოიდგინეთ სიღრმისეული იყო. ეს ამბავი შეატყობინეს მოციქულებს და სანამ მოკლედ ამაზე შრომობდნენ, მოციქულებით ჩამოვიდნენ და მოციქულების შორის იყვნენ ვინ? ჯერ ერთი პირველ რიგში იყო იაკობი. ვინ იყო იაკობი? იაკობი გახდათ სიმონ იოსებ მაპატიეთ, იოსებ დამწინდველის პირველი ცოლისგან, სალომეასგან შვილი იაკობი და ის ღვთისმშობელზე სულ 5 წლით უმცროსი იყო, 4-5 წლით, ანუ როდესაც ჩვენ და გავიხსენოთ ის ამბავი, როცა ქრისტე დაიბადება ის ბეთლეჰემში, შემდეგ მე-40 დღეს ტაძრად მიიყვანენ, გახსოვთ თქვენ, და სიმეონ მიმრქმელი მიირქვავს ქრისტეს. ამის მერე ბრუნდებიან ნაზარეთში და მოგვები სწორედ მაგ დროს ნახავენ, ანუ მოგვები ბეთლემში კი არ ნახავენ, ხატზე კი ესე ხატია, მაგრამ ხატზე ეს იხატება, რომ დავინახოთ მთელი სურათი. მოგვები თაყვანს სცემენ სადღაც გზაზე იერუსალიმიდან ნაზარეთში და ამის მერე ანგელოზი გამოეცხადება კიდე და იტყვის, რომ ეგვიპტეში წაიყვანე ბავშვი და დედა და ჩვილი, იმიტომ რომ იროდს უნდა მისი მოკლა, იროდედიძე ლაპარაკი და ეგვიპტეში წავლენ და ეგვიპტეში იოსებს, ღვთისმშობელს და ჩვილ ქრისტეს ახლავს იოსების უფროსი ვაჟი იაკობი, რომელიც მაშინ დაახლოებით 13 წლისა, ეს 12-13 წლისა. სწორედ ეს იაკობი ჩამოვა აქაც. და მას ახდა კიდე ლუკა მოციქული. და იაკობი რო დაინახავს, რომელსაც ახსოვს ღვთისმშობელი ჩვილთან ერთად, სწორედ იაკობი იცნობს და იტყვის, რომ ეს ქალბატონი ჩვილთან ერთად ეს არის სწორედ მარიამ ღვთისმშობელი ქრისტესთან ერთად. აი ეს იყო პირველი ხატი ღვთისმშობლისა, რომელიც თავისით გამოისახა. იმიტომ რომ ბევრს უჩნდებოდა კითხვა, რატომ მოინდომა ვინმე ღვთისმშობლის დახატვა ჩვილთან ერთად, აი რატომ მოუნდათ ესე. ხო ქრისტეს ხატავენ კი ბატონო, წერენ ეს უფრო სუსტი ტერმინია ღვთისმშობელს, რატომ მოუნდა ვიღაცას რომ ღვთისმშობელი ჩვილთან ერთად დაეწერა. იმიტომ რომ პირველი გამოსახულება, რომელიც თავისით სასწაულებრივად გაჩნდა ამ სვეტზე, ეს იყო სწორედ ღვთისმშობელი ჩვილთან ერთად, რომელიც იცნო იაკობმა და ლუკა იყო ექიმი, მაგრამ ხატვის ნიჭი ჰქონდა და მან დახატა. ესე იგი, მაშინ ფიცარიც კი ჭირდა და მაგიდა ჰქონდა სახში ქრისტეს და იმ ფიცარზე დახატა პირდაპირ. ეს ხატი, პირველი ხატი არ იყო, ის ნახატი იყო, რომელიც მან დახატა. და ამ ნახატს აჩვენა ეს ნახატი ღვთისმშობელს და ღვთისმშობელმა თქვა სიტყვები, ხშირად ურევენ რა თქვა, მან თქვა ეს სიტყვები, რომ ჩემი შვილის მადლი და ჩემი წყალობა იყოს ამ ნახატთან, ამ ხატისთანაო. მერე ურევენ სხვადასხვა ლოცვებში ეს სიტყვები სხვადასხვანაირად ნათქვამი, მაგრამ წყალობა ჩემიო თქვა ღვთისმშობელმა და ჩემი შვილის მადლი იყოსო აი ამ ნახატზეო. და აი ამის მერე ეს იყო პირველი ხატი. ამ ხატის, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ნახატი იყო, ხატიც არ იყო, ჩვენ აქ შემოგჩა, მაგრამ ამ ნახატის ასლის, ბევრი ასლი გაკეთდა და აი უკვე ჩამოყალიბდა ხატწერის სკოლა და მე-6-მე-7 საუკუნეებში სავარაუდოდ უფრო მე-6-ში დაიწერა. აი სწორედ ის ლუკას დახატული ნახატისგან გამომდინარე, მის საფუძველზე დაიწერა ხატი, რომელსაც მოწყალე ხატი დაერქვა და დღეს კიკოსის ხატის ორი სახელითაა ცნობილი ეს მოწყალე ხატი. ერთი ყველაზე ძველი თვითონ ეს მოწყალე ხატი კიკოსის თაზე ავიდა, კვიპროსზე, კიკოსის თაზე, კიკოსის მონასტერში და ქვია კიკოსის მოწყალე ღვთისმშობელი და მეორე მისი ასლი აი ამ ხატისა ათონზე წავიდა და ქვია ღირსარს და მწყალობელი, ასე ქვია, ღირსარს ჭეშმარიტად წყალობელი. ეს არის უძველესი ხატები, მაგრამ ეხლა მე უბრუნდები
იმ სინაგოგაში გამოკვეთილ ნახატს. შემდეგ აი ეს სინაგოგაში სვეტზე არსებობდა მერვე საუკუნემდე და პატრიარქ სოფრონისაც აქვს ნახსენები და მოყოლილიო თავის თვალით ნახა ეს იერუსალიმის პატრიარქზე ლაპარაკი და მერვე საუკუნეში მოხდა დაანგრევა ამ სინაგოგის, სხვა შორის წმინდა გიორგის ტაძარის დაანგრიეს მაშინ არაბებთან, მერე აღსდგა და აი ამ დროს ეს დაიკარგა, მაგრამ დაიწერა ასლი, ამ დროისთვის დაიწერა ასლი, რომელიც დღეს არის ცნობილი ლოდის ხატის ან ლუდის ხატის, ღვთისმშობლის ლუდის ხატის ან ლოდის ხატის სახელით, ან ლიდიას ხატის სახელით. და დღეს სწორედ ამ ხატის დღეა გილოცავთ და შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ამიტომ მოგიყევით ეს ჩვენი აზრით საინტერესო ამბავი. ჩვენი დრო ამოიწურა, ჩვენ გემშვიდობებით დიდი პატივისცემით, კარგად გრძანდებოდეთ. გისურვებთ ცხონებას და სასუფეველს თქვენ და თქვენს მიცხოვრებლებს.